მოგესალმებით, ანიმეს ქვათ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბლიჩის 1000 წლიანი სისხლიანი ომის მეოთხე ნაწილის მეოთხე ეპიზოდის რეაქცია. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მოკლედ 10 დღე ქალაქში არ ვიყავი, შესაბამისად ბლიჩის წინა კვირის ეპიზოდი საერთოდ არ მინახია, ყველანაირად ავარიდე თავის სპოილერებს და ასე რომ ახლა ერთად დავარეაქთებთ ბლიჩის ახალ ეპიზოდს. ყველა ამბობს რომ ძალიან პიკი ეპიზოდი იყო, ზოგიერთი ამბობს რომ ბლიჩის ისტორიაში საუკეთესო ანიმაცია დაიდროპაო, ხო და როგორც ჩანს ამ სერიაში წესით ბანკაი იქნება, ოღონდ რომელიც ბანკაი ვნახოთ საბოლოო ჯამში. Давай. მანდაწეული, ყველაფერი ხოძე. ოპა, ეს კიდე გამოჩნდა ბიჭო. ჩვენ საზღვარს რაღაც უცხოძალა იკაჩება და ისარხევს. ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ ის არის რომ კაპიტან ნიუკიტაკეს ძალები სუსტდება. ოპა, ვის რას არხევს, რა საზალები სუსტდება, რატო სუსტდება? ასე თუ გაგზავნა. ვიცი. იბრიდება ძმა? სამი სამყარო ნადგურდება. ასე ძალიან ეძებს სამი სამყარო ნადგურდებაო ბიჭო? აქ რა ხდება? საკითხავი რა არის? ჩემი ძალა სასწაულია. სასწაული კი ფიქრების მატერიალიზაცია. მე ჯერ არ ვალკირი ვარ. ამა ხოტვინი შეღუნა იმენა რა. საერთოდ არ მესმის რას ბოდიალობს. მხოლოდ ის ვიცი რომ რაღაც შენ კიდე რა ვერ გაიზარდეტო. ასე რა? ანუ უბრალოდ ის მჭირდება რომ შენი ხმლის დაზიანების გარეშე მოკლა რა? ამას ვინც ვერ ბიჭო, ანუ ძალიან ბევრ საუბრობს ეს ჯერარდ ვალკირი და ვერც ვერავინ ვერ ამარცხებს ხო და დამღალა, იმენა დამღალა ამ ყველაფერმა. გადაიცილე. იმაზე სწრაფი ხარ ვიდრე გამოიყურები. გზაზე მეყოდები. ჩემი ოპონენტი შენ არ ხარ. რა საკეთებ ზარაკი? ეს ნაძირა. ზარაკიმ დაარტყა? აზრი არ აქვს. ხომ იცი ჩვენი ზარაკი რა შეჩვენებულიცაა? ზარაკიმ თვალიდან სახვევი უკვე მოიხსნა. ინსტინქტურად უკვე იცოდა ბიჭო. რომ ყინულის ხვავი არ დამინახია ბიჭო. ეჭვგარეშია რომ ყველა უკვე გადაღლილია. ახალმა შეტევამ შეიძლება ძლებიც კი გაუყინოს. ცოტა დრო დამჭირდება. აზრი არა აქვს გაყინვას და რა ვიაბა? ძალა ცოტა დასუსტდა. ეს ხომ ნორმალურია. სენბომ ზაკურამაც შედეგი ვერ გამოიღო. როცა ბრძოლობ ხმალი გიზიანდება. მე ყველაზე დიდი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერი კვინსი ვარ. მე ყოველწილ დაჯილდოებული მეხუთე. ღმერთო ჩემო. რამით მაჯობებთ? მე დავიღალე, შენ რა ვერ დაიღალეთო? ჰეი. კენი, რასაკეთებ მეთქი? ბავშვი. ჩირო. მოდი, ადექი. ბრძოლა გააგრძელე რა. დროზე. ჩვენი ბავშვი. ეს ვერ დავმიყენებ. არაფერი არ იქნება ისეთ რის გაჭრასაც ვერ შეძლებ. ეს რა არის? ახლა რა გააკეთე? ეს რა ძალა? კენი, შენ არაფერით არ იცი. ამ ძალის სახელია ბანკაი. ბანკაი. ნუ თუ ეს ზარაკისგან მას. ეს სულიერი ენერგია. ნუ თუ ეს კაპიტან ზარაკის ეკუთვნის. ეს შეხედე, ზარაკისგანი სულ წითელია. სულიერი ენერგია მკვეთრად გაიზარდა. რა მოსაწყენი ხარ ზარაკი კებაჩი? ეგეთი გადახილი ხმლით, ჩემი ჰოფნუგის მოქნევადაც კი არ ღირხარ. შესაწყალო შენ? ვახ ჩემი. მანგაში ხო ვნახე, მაგრამ ანიმეში ვაფშე რა თემა ბიჭო. ხომ გითხარი რომ ხელი რომ მომაზრო, უაზრო იქნება. ჩი. ჩემი ფარი. ვა, მომხდები გააზრო. შინიგამი მემჯობნის? ვახ ჩემი. ეს რა არის ძმა? გასაოცარია. ხალბატონი კუჩიკი, აბარაი. ვაცი ბიჭო, ვაცი ესენი აქედან ბრძოლა გვაჩვენე. რა? ეს როგორაა შესაძლებელი? შეუძლებელია. ტიპი უფრო გადიდი და ჩემი. რა დაგაგდებს ძმა? რა დაგაგდებს შენ, ანუ რა მოგიღებს ბოლოს? რომც მოუკვდე ღვთის გულისათვის ხმლის ქნევას მაინც ვა, გამოგზავნა. სახე შეიცვალა. ბოდიში ვა, კენი. ხელი მოაჭრეს. ძალიან განმონთავისუფლე. აბა ვინი ფიქრებდით რომ ეს ბავშვი ზარაკის ბანკაი იყო? კიდევ სუნთქა? გეგონათ ვინმეს? სანამ მან არ წავიკითხე, ვერც კი წარმოვიდგენდი ბანკაი იმენა. გამოანთავისუფლე. კაპიტანო ჰიცუგაია. ოპა, საკინოლის ყვავილები წვივა. უთუ ერთ სერიაში თო? დაიგურენ ჰიორი მარუს სრულყოფილი ხდება. გახმოვანებული არ იქ ტაიმის მიერ მაიკა. ერთ სერიაში ორი ბანკაი. მარუ ბოლომდე დავაოსტატო. ჩემი ძალა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოწიფული. ჩემი ახლანდელი შესახედაობა არც ისე დიდად მომწონს. შენ ვინ ხარ? დროა ძალის ნაკადით გაგანადგურო. კვინსის ის არის?
მგონი სათანადოდ არ შემაფასე. ოპა, გაყინა. ორი მაროს გამონთავისუფლების შემდეგ 4 ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი. ოუ, ეს. მე არ ვიყინები, მე ღვთის მეომარი ვარ. ოუ. ზარაგი, როგორ პედავ და ჩემს ფეხს როგორ ეხები? ეს კიდე გაიყინა, იმას ხელი მოაჭრეს. შემეხები და დაუზიანებლად გამოსვრები. ოპა, ზენბონ ზაკურა. ზენბონ ზაკურა გაგეიოში. სრულყოფილი მოქმედება. იკა სენჯინგა. აუ, დედა უტირეს. დედა უტირეს დაამსხვრიეს თავიდან ბოლომდე. რა მოხდა? მე გადავეპით ძმა. კიდევ ცოცხალია? ამას უეჭველი ბირთვის მსგავსი იქნება რაღაც. ანუ, ჯერ კიდევ ცოცხალი. ანუ, ამას უეჭველი ბირთვის მსგავსი იქნება რაღაც. გულში დარტყმა არ შველის, თავის მოჭრა არ შველის, სხეულის განადგურება არ შველის. ანუ, სხეულში რაღაც იქნება, რას უნდა გაუნადგურო და ამას მოზრება სახის ძვალი, უეჭველი. სხვა არჩევანი აქ უკვე აღარ ჩანს. ფიზიკურად შეუძლებელია. კარგის და ცუდის განმარტებები. ეს შინიგამის ტექნოლოგიას ერგება. ისინი მაინც წავიდოდნენ. ენდინგის ბოლოს პატარა სცენა გელოდებათ. მორჩა? მაიკატრი კომისთვის. Of course. აბა ენდინგის შემდეგ რა სცენა გვაქვს? ეს თუ ესე გაგრძელდა. ყვავი? ცარიები ცოცხალთა სამყაროში გაიფანტნენ. ჩვენ კი ამ ჩიტი მონსტრებით ვართ გარშემორტყმულნი. ის ვისაც ვაუ. ადამიანთა სამყაროში წასვლა შეუძლია. ლეიტენანტ ოკიკიბა. მარტო არ მიდის. ო, ეს რა? შენი მიზანი რა არის? ოუჩ. აბსოლუტ სინემა. სერიალი გამოუშვა იჩიგომ. ნუ ღელავინოე. ეს ისევ მე ვარ. ჩემს მახვილს ამოვიღებ და დაგიპირისპირდები. Oh, you have a hida da seriozulda. You have a hida seriozulda. არა, ეს გეცუგატენშო არა. ეს გეცუგატენშოთი გატენილი გრანგრა ისე როა. ვაიმე. აჩვენი აღარ მაქვს. უბრალოდ ძალა მინდა. იმისათვის რომ დავიცვა, უბრალოდ კეთილი ძალა მჭირდება. აუ, კარგით, ბიჭო, სად დამთავრდა და ახალი სერიაც არ არის გახმოვანებული რომ ნახო, ანუ ვაუ, არ ვიცი. მეოთხე სერია ხო აი სასწაულია ხალხო. აი მართლაც ხო შეიძლება რომ ითქვას რომ ბლიჩის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაცია იყო. ძალიან ლამაზი იყო. ზარაკის ბანკა იყო ერთია. ჰიცუგაიას ბანკა იყო მეორეა. საერთოდ ანიმაციის სტილი ხო საერთოდ სხვა დონეზეა ბლიჩში, ანუ 1000 წლიან სისხლიან ომში საერთოდ სხვა დონეს ვხედავთ, მაგრამ შემდეგ სერიაში აი რაც ვიცი ორიგინალი ასე ვთქვათ კონტენტი, ანიმე კონტენტი ორიგინალი იქნება უმეტესი 90% ან 99% ზუსტად არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მანგის გვერდია ადაპტირებული მეხუთე ეპიზოდში. ძირითადად არის თლიანად ანიმე ორიგინალი, რასაც დაგვკვირდა ტიტე კუბო. ხო და ამ ანიმე ორიგინალში რაღაც ისეც ჩასვავს, რაც არიციან არც მანგის წამკითხველებმა და არც იმათმა, ვინც რაღაცეები ვიცით მანგიდან. ანუ მე რაღაცეები ვიცი, რაღაცეები არ ვიცი. თლიანი მანგის სპოილერები არ ვიცი. მაგრამ ზარაკის ბანკაიზე ვიცოდი, მახსოვდა. ჰიცუგაიას ბანკაიზე ვიცოდი. მაგრამ აი ჯერარდ ვარკერს როგორ დააგდებენ ეგ ნამდვილად არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, არ მახსოვს. წინ რაღაცეები რაც უნდა მოხდეს, ეგ უეჭველი ვიცი, მაგრამ შემდეგ სერიაში რა იქნება, ეგ არავინ არ ვიცით. იმიტომ რომ ანიმე ორიგინალი კონტენტია და ვინ რას მოიფიქრებს, ვნახოთ. წარმოდგენა არ მაქვს, დიდი იმედ უეჭველი ძალიან მაგარი რაღაც იქნება. ანუ აქ იჩიგომ თავისი სერიალი გამოუშვა, რომელსაც აკონტროლებს. ვინ იცის იქნება და იჩიგოს ბანკაი ვნახოთ შემდეგ სერიაში. რომელიც მანგაში საერთოდ არ ყოფილა, ანუ მანგაში იჩიგოს ბანკაი არასდროს არ გამოუყენებია. ნახოთ. რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს. მოკლედ აი ასე დასრულდა ჩვენი 44 ეპიზოდი, მეგობრებო, და ჩვენი დღევანდელი ვიდეოც უკვე დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი კონკრეტული ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარეზღილაკი, რომ არ გამოდოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები, ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ გააზიარეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში,
რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო Blizzard-ი. აღარ მაქვს. ყველას მომავალ შეხვედრამდე სერია ჩამერთო შემთხვევით. ნახვამდის. აბაჰეთ და აბაჰოთ.